მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, მოყვასო, მშვიდობა გქონდეთ ოჯახში, სამშობლოში, გულში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ. არაფერია დაკარგული, არ არის დაკარგული არც აი სუახლახან დაკარგული, ცხინვალი და სოხუმი. და თუნდაც შესაბამისად გაცილებით გვიან დაკარგული ის ნაწილები, რომელიც დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არის. ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ და გაბევრდნენ. სხვა ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი და არ არის დაკარგული ამასთანავე არც ქართული სიტყვა, ქართული ლოგოსი, ქართული არსი. ჩვენი რწმენა იმისა, რომ საზეპურო ერი ვართ და ჩვენი რწმენა იმისა, რომ ღმერთმა ეს მიწა, ეს მამული, ეს ენა, ეს სარწმუნოება მოგცა, დაგვაჯილდოვა ყველაფერი და ჩვენ ამისი მცველები უნდა ვიყოთ საუკუნეები და უკუნითი უკუნისამდე, მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. თქვენ შემოგევლოთ, ჩემი თავი. დღეს სტუმრად მყავს საოცარი ადამიანი, აი სწორედ აი ამ სფეროს მეომარი, აი ამ სფეროს მებრძოლი, ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, მეომარი სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით, პასტით, ქაღალდით და საჭიროების შემთხვევაში მიუხედავად მისი ასაკისა, იარაღით ხელშიც კი მკვლევარი, მეცნიერი, დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ამასთანავე აიხლა სულ რაღაც 2-3 თვის წინ შემოდგომის დამლევს. მისი იუბილე იყო, მინდა მივულოცო თქვენთან ერთად 70 წლის იუბილე და აი ამ წიგნის წარდგინება იყო, დიდებული წიგნის 111 ლექსია, მასში მოცემული ვაჟა ოთარაშვილი. ბაზილიკები, აი ესეთი გაფორმებით არის წიგნი, ძალიან ლამაზი და მოგეხსენებათ ერთ-ერთი უძველესი ბაზილიკა არის თბილისის ანჩის ხატი და 2-3 წლის წინ მისი დაწერილი წიგნი მაჩუქა, თავისი დაწერილი წიგნი მაჩუქა და ესეთი რაღაცა თქვა, რომ ყველაფრის ისტორია ვიციო, მისი განვითარების ყველა ეპოქის, ყველა მომენტი ვიციო ამ ეკლესიისო და ისეთი სტამბეჭდავი იყო მე იმ ეპოქასაც ვიკვლევ რამდენადმე და მე ხლა აი ამ წიგნიდან ერთ-ერთი ლექსი განსაკუთრებით მომეწონა, ამას აგიკითხავთ და მე უკვე გვესაუბროს ბატონი ვაჟა თავის გულის ნადებზე და თავისი კვლევის ყველაზე დიდ სექტორზე, სეგმენტზე, ასე ვიტყოდი რა. უსათაურო ლექსია, მაგრამ წამძღვარებული აქვს შოთა რუსთაველის ფსკარი, ბინდის გვარია სოფელი, ესე თუ ამად ბინდდების. იმაზე ცოტა მეტი ვარ, შენ რო გგონია მტერო. შენთვის რო დედა მეტი რა, დღეს იქნებოდი მტვერი. იმაზე ცოტა თბილი ვარ, შენ რო გგონია ძმაო, რამწარე გაკვეთილია არტა ნუჯი და ტაო. იმაზე კარგად მღერი ვარ, შენ რო გგონია ქალავ ლერწმისა, ორი ღერი ვარ, გვწავს სიყვარულის ძალა. ქარი ვარ, შარახვეტია, გზები რო აგიმტვერო, იმაზე ცოტა მეტი ვარ, შენ რო გგონია მტერო. მე ჩემს შვილს და ჩემს ძმისშვილებს და მათ შვილებს ვთხოვთ, რომ ეს ლექსი ისწავლონ და დავაჯილდოვებ. დიდი მადლობა. კიდე ერთხელ მოგესალმებით, თქვენგენაც ვარ. მიხარია რომ მე თქვენი უმცროსი მეგობარი ვარ და მე თქვენი თანამებრძოლი რიგებში რო ჩამწერეთ და ასე შემდეგ. ბატონო ვაჟა და თვითონ საოცარი პიროვნება ბრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა. აი გუშინ ჩვენი საუბრის, ჩვენ რო გადავწყვიტეთ დღევანდელი გადაცემის ჩაწერა, საუბრობდით ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე. ჩემი მასწავლებელია გეცოდინებათ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, აუცილებლად გეცოდინებათ და მისი ბატონი ვაჟას მეცნიერ ხელმძღვანელიც არის, მე ესე ვიტყოდი და მეგობარიც უნდა ვთქვა და შესაბამისად მისი მე ეს ადამიანი აღმოვაჩინე ბატონო ვაჟა ერთი პატარა ბროშურით, ეს იყო 25-26 წლის წინ რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას. ესეთი ბროშურა აქვს, რომელიც ძალიან აკადემიურია და დეტალურია, კონკრეტულია, წყაროსმიერია, შესაბამისად ისტორიულია, ყველანაირად არის დამაჯერებელი რა არის ჩვენი ერისთვის საჭირო და ბატონმა ვაჟამ ბრძანა რომ ახსენა მარაბდის ომი, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა. 1625 წელს ზაფხულში რომ ეს ომი გაიმართა,
მოგეხსენება ცუცოტა აი წყარი დაგვაკლდა რა პირველი ნახევარი შეიძლება ითქვას პირველი ეტაპი ამ ბრძოლისა მოვიგეთ უკვე ნახევარი ჯარი და უკან მდგომი ზურგში მდგომი ადამიანები ზეიმობდნენ რომ გავიმარჯვეთო და მერე იმძლავრეს ისე მოგეხსენებათ სპარსებმა და შახის ამალამ და უკან წავიდა ჩვენი საქმე ეს იცით ძალიან კარგად იცით ეს პერიპეტიები და იქ მონაწილეების შესახებ და ასე შემდეგ მაგრამ შეიძლება ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი არ იცით რა 1625 წელს ზაფხულში რო აქ ეს ომი მიმდინარეობდა 1625 წლის გაზაფხულის დამლევს სოფელ ბანძაში სახელოვანი სოფელია ერთმანეთს ეომებოდნენ 8000-იანი ლაშქარით დადიანი და 7000-იანი ლაშქარით გურიელი. შეახოცეს ერთმანეთს, დაიხოცა უამრავი ადამიანი ორივე მხრიდან, მერე როგორ განვითარდა ეს მოვლენები და იქ არსებული ზარბაზნების ნახევარი რო ყოფილიყო მარაბდაში, იქ არსებული ჯარის ნახევარი რო ყოფილიყო მარაბდაში, ჩვენ ამ ომს მოვიგებდით, საბოლოოდ დავადუღებდით შახის ლაშქარს და შესაბამისად გაცილებით უფრო მძლავრი იქნებოდა საქართველო ეჭვი არ მეპარება და გაცილებით უფრო მალე გაერთიანდებოდა გაცილებით უფრო მძლავრი იქნებოდა მე 19 საუკუნის დასაწყისში ის აუბედითი ამბები რო დაგვემართა და დღესაც გაცილებით ზავლები ვიქნებოდით ბატონი ვაჟა ოთარაშვილის ერთ-ერთი დიდი დამსახურებაა რომ თავიდან გამოიკვლია შეიძლება ითქვას თავიდან აღმოაჩინა ასე შეიძლება ითქვას დიდი გიორგი სააკაძე ეს საოცარი ადამიანი ჩვენი ეპოქის გმირი საქართველოს გმირი და ძალიან დიდ მადლობას ვეუბნევი ამაზე დიდი მადლობა მე გეტყვით ერთ ძალიან ისეთ კითხვას რომელსაც ალბათ ადგადაცემაში ვერ ჩაწერთ ვინ იყო რა ფენომენი იყო გიორგი სააკაძე დიდი მადლობა ნუგზარ თვითონ საოცარი ადამიანი ბრძანდები საოცარი დიდი მადლობა ხვალზე გუკვეთ თვითონ დოქტორი ჩვენი და უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეს ხარ შეჭიდებული და შენი სადისერტაციო თემაც არის ძალიან მაღალი დონის არის რაღაცა ხელწამოსაგრავი იქიდან მაღალსიდან ჩამოფრენილი ზეპირი სიტყვებით არამედ პრაქტიკულად შენ ქართულ მიწაწყლის იმ თითოეულ გოჩსეფერები რომელიც დღეს იურიდიულადაც კი არ ეკუთვნის საქართველოს ეხლა რაც შეეხება გიორგი სააკაძის ფენომენს მე მინდა ვთქვა რომ დღემდე გიორგი სააკაძეზე ქართულ ისტორიოგრაფიაში ფუნდამენტალური კვლევა არ არსებობდა გამოსულია ჩემი 2 ტომი ეხლა წელს გამოვა გაზაფხულზე მესამე ტომი გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან მოურავები ფაქტიურად სააკაძეოლოგიას ჩაუყარეს საფუძველი, იმიტომ რომ ეს იმხელა დიდი ფენომენია, ვის გაცნობილია ქართლის ცხოვრების, როგორც ბერი ეგნატაშვილის, ისე ვახუშტი ბატონიშვილის მატიანეს მე-17 საუკუნის პირველი მესამედის მიმდინარე ამბების 80-90% სწორედ სააკაძის გარშემო ტრიალებს. რატომღაც არასწორად არის ინტერპრეტირებული ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ფენომენი და ჩვენი ისტორიკოსებიც გარკვეული ნაწილი მას გმირად სახავდა, გარკვეული ნაწილი მოღალატეთ მოგეხსენებათ მე კასპიის რაიონიდან ვარ და ჩემი მშობლიური რაიონია იგივე ჩემი ნოსტე, ჩემი ერთაწმინდა, ჩემი ქვემოჭალა აქ ვარ მე გაზრდილი და შემოვლილი მაქვს ეს მხარე ყველაფერი და ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ამ დიდ გმირზე, დიდ ეროვნულ გმირზე რაღაცა უარყოფით წავაწყდებოდი და ჯერ კიდე 1980 წელს 25 წლის ბიჭი, როცა კასპიის რაიონულ გაზეთ განთიაცს ვაძლევ ინტერვიუს და იქ იბეჭდება ჩემი ცნობილი ლექსი ამ დროს გაივლის დრო და თაობები შეიცვლებიან, კაცმა არის ვინ იქნება მომაჩიფა და იქ ვამბობ, რომ მე მთელი ჩემი სიცოცხლის დიდი ნაწილი მინდა მიუძღვნა გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევას. რა სულ ახალგაზრდა ვარ, მაშინ ხო და აი იქიდან დაწყებული თითოეულ მასალას ვაგროვებდი. ჩემ კვლევაში წარმოდგენილია ვატიკანის არქივების, პარიზის არქივების, ბერლინის, ავსტრიის, ისპაჰანის, თეირანის, ისტანბულის არქივების უნიკალური მასალები. გარდა ამისა 2018 წელს
მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და თანამშრომელმა ეკა კვანტალიანმა დავაფუძნეთ გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრი და კავშირი დავამყარეთ კავკასოლოგიის, ქართველოლოგიის და სეფიანთა ირანის შემსწავლელ ყველა მსოფლიო ცენტრთან. ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც თქვა დონალდ რეიფილდია, რუდი მათი, მამა შარლ რენო და ასე შემდეგ და ასე კიტჩინსი და ასე შემდეგ ძალიან ისეთი ფარიბა და ისე აი გახმაურებული სახელები მსოფლიო ისტორიოგრაფიის და სისტემატურად მიდის ჩვენ შორის ინფორმაციის გაცვლა. და როდესაც ჩვენ შევეხეთ უკვე ევროპულ აზიურ არქივებს საოცარ რამეს წავაწყდით, რომ გიორგი სააკაძე ეს არის უზარმაზარი ფიგურა, რომელმაც თავისი მოღვაწეობით დროს გაუსწრო და რომლის მასშტაბები მოღვაწეობისა ვერ ეტეოდა საქართველოს და სამწუხაროდ კიდევ რაც მთავარია, საქართველოს ვერ დაინახა და ვერ შეიფერა თავისი დიდი გმირი შვილი. მე ახლა ძალიან მოკლედ მოვყვები, რომ ტელემაყურებელი თავიდანვე საქმის კურსში იყოს, ვინ იყო გიორგი სააკაძე. გიორგი სააკაძის წინაპრები მოჩანან უკვე თამარის ეპოქაში ჯანზურაბ სააკაძე და ის რა ქვია ჯანზურაბ სააკაძე, რომელსაც დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, გუბერნატორის, ანუ დიდმოხელის, კლეკარის დიდმოხელის თანამდებობა უჭირავს. მაგრამ თვითონ გვარს ეძახიან ჭანკაანებს და როგორც ჩანს, ესენი არიან ჭანეთიდან შემოსულები, სამხრეთ საქართველოსდან შემოსულები, გარკვეული ჟამთასიავისა გამო, შემდეგ შემოსულები ქართლში, ქართლიდანაც ასულები ჩრდილოეთ კავკასიაში, მერე ისე უკან დაბრუნებულები სომხეთის გავლით და უკვე მე-10 საუკუნიდან ჩანან საქართველოს ისტორიაში, სადაც თამარ მეფე ამ პირველ სააკაძეებს აჯილდოებს როგორც ერთგულად ნამსახურებელ ყმებს და მსახურებს. რაც შეეხება თვითონ გიორგი სააკაძის პიროვნებას, მამამისი იცით ყველა სიაუში ქვია, დედამისი არის თამარ ბარათაშვილების ქალი და გიორგი სააკაძის ყავს 8 შვილი. 8 შვილი, 4 ვაჟი და 4 ქალი, რაც აი სიახლეა ასევე ქართული ისტორიოგრაფიისთვის ეს არ იყო დაფიქსირებული. ჩვენ მივაკვლიეთ ამ მასალებს, მე რასაც ვლაპარაკობ ახლა აღარ ჩამოთვლი წყაროებს, თქვენ შეგიძლიათ ეს წყაროები ნახოთ ჩემ მოტუმეულში, სადაც საკმაოდ დიდი წყაროებია, სადღაც 700-დან 800-მდე ალბათ იყიდება ეს ორტომეული სადმე? აღარ არის ახლა ფაქტიურად. იქნებ რეპრინტი შედგეს. კი ბატონო, აი მესამე ტომი გამოვა და ეს ხო გიორგი სააკაძის დაბადების თარიღთან დაკავშირებითაც ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ქართული ისტორიოგრაფია და რატო? იგივე ჯანსო ღინჯილია იქნება თუ სხვები და სხვები გიორგი სააკაძის დაბადების წლად მიიჩნევენ 1580 წელს და ეს ხდა იგივე ქართლის ცხოვრების მემატიანენიც და ეს ხდება შეგნებულად, რომ ლუარსაბ მეფე წარმოაჩინონ ძალიან ყმაწვილად, როცა ცოლად მოიყვანს გიორგი სააკაძის დას. სინამდვილეში გიორგი სააკაძე დაბადებულია 1572-73 წლებში, რადგანაც არსებობს სიგელგუჯარი, ოფიციალური სიგელგუჯარი, რომელიც დათარიღებულია 1594 წლის 8 აგვისტოთი. რაც იმას ნიშნავს და სადაც მოხსენებულია გიორგი სააკაძის ერთი შვილი, ოჯახობა და ერთი შვილი და მომავალსა შენსა. ამდენად გიორგი სააკაძის პირველი შვილი ავთანდილი უკვე დაბადებულია. ეხლა თუ 1580 წელს მივიღებთ, გამოდის, რომ გიორგი სააკაძეს 14 წლისას უკვე ცოლ-შვილი ყოლია, შვილიც ყოლია და კიდე სხვა შვილებსაც ელოდებოდა, რაც ალოგიკურია, რადგანაც ეს არის სიგელგუჯარი სიმონ მეფისა, რომელიც თავის ერთგულად ნამსახურებ ყმასა, სწორუპოვარ მხედარს, უშიშარ ადამიანს აჯილდოებს, ну, გარკვეული სიგელგუჯარია ჯილდოთ მიღებული იქ. და ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ სააკაძე ყოფილიყო 1580-ში დაბადებული. გიორგი სააკაძის და ლუარსაბ მეფის შორის სხვაობას წლოვანებაში ძალიან კარგად გვაძლევს მიტროპოლიტ იოსებ თბილელის პოემა დიდმოურავიანი,
სადაც ნათქვამია ასეთ სიტყვები, რომ 20 წლის მამამ მიმართვა, ის იყო 13-ებამდე. ანუ ლივარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის სხვაობა არის 7 წელი. თუ გიორგი სააკაძე არის დაბადებული 1573 წელს, რომელსაც უშვებთ ჩვენ, 80-იანი გამოდის ლუარსაბ მეფე. ლუარსაბ მეფეს ცოლად მოყავს გიორგი სააკაძის და უკვე მსხერტა ტაშისკარის ომის შემდეგ სადღაც 2-3 წელიწადში, ხო, ამ დროს გამოდის, რომ სადღაც 25-27 წლის ჭაბუკია ლუარსაბ მეფე და არა 14-15 წლისა, როგორც ისტორიკოსებს აქვს მიჩნეული, იმიტომ რომ მე საუბრობ აბსოლუტურად საბუთებით, აი ჰაშდე საბუთებით აბსოლუტურად, რასაც მივაკვლიეთ. ეხლა რაც შეეხება კიდე ამ სხერტა ტაშისკარის ომს 1609 წლის ომს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც გაიბწყინა გიორგი სააკაძის უზადო ნიჭმა მხედართმთავრმა. უნდა ითქვას, რომ გიორგი სააკაძემ საფუძველი დაუდო საქართველოში დღეს რო აი სპეცნაზს ეძახიან, სპეციალური რაზმების შექმნას. მან იქ ნოსტეს გარშემო მყოფი სოფლების, ნოსტელების, კავთისხეველების, ხანდაკელების, მეტეხელების და აი კასპელების გუნდით შეადგინა ისეთი საბრძოლო რაზმები, რომელსაც შეეძლოთ როგორც ცივი არაღის ხმარება, ცხენზე, ცხენის ქვემოდან თოფის სროლა, მაშინ სხვანაირი თოფები იყო, არ იყო ის ჩახმახიანი თოფები, ჯერ კიდე შემოსული ინგლისური თოფები და კედლებზე ცოცვა და ასე შემდეგ და აი ამ სპეცრაზმმა გიორგი სააკაძის სპეცრაზმმა რამდენკაციანი იქნებოდა დაახლოებით ეს დაახლოებით ეს სპეცრაზმი იყო სადღაც 300 400 500 კაცამდე მეტი საოცარი რაოდენობა და აი როდესაც სხერტის ჭალასთან ოსმალო-თათარ-ხანის 60,000-იანი ლაშქრის გარკვეულ ნაწილს შეებრძოლება ეს. ნახეთ, გიორგი სააკაძე მიცის საით შეიტყუოს ეს არის სოფელი ნიაბის ველები, მორწყული ველები, წყალია შეშვებული და ეს ჯარი რო შევა ცხენოსანი ჯარი თურქებისა, ოსმალებისა. ჩაეფლობა, ვერ მოძრაობენ ესე და ეს არის სპეცრაზმი, რომელიც სპეციალური იმით არის აღჭურვილი, ნაბდები და იმით და ამიტომ პირველი ბრძოლები აი ესე მოიგო იქვე სხერტის ჭალასთან გიორგი სააკაძემ. იქ რამდენიმე ფაშას თავი მოკვეთეს იქ საზაციჩიშვილმა და იცით ახლა ეს ამბები, მაგრამ აქ საკვირველია კიდე ერთი მომენტი, რომ მერე ოსმალო-თათარ-ხანის ლაშქარი, რომელიც მიდის, რომ ახალციხეზე გავლით დაბრუნდეს სამშობლოში, გიორგი სააკაძე აჩერებს ქართულ ჯარს, იმიტომ რომ მცირე რაზმი ყავს და ესე იგი წყაროებშია საოცარი ის არის ახსნა, რომ ღამე მისდევენ უკან, რომ დღე ქართულმა ჯარმა მტრის რიცხომრავლობა არ დაინახოს და გული არ გაუტყდეს, ამას როგორ შევებათო. და აი ესეთი ღამე სვლით და ფარული სვლით ჭალა-ჭალა იქ მტკვრის ჭალა-ჭალა მივლენ ნახვეტარას ველზე ტაშისკართან, სადაც უკვე უერთდება მუხრან ბატონის ქსნის ერისთავის კასპელების და ასევე დოლი მოჰმად-ხანის ლაშქარი, სადღაც 10,000 კაცამდე, ანუ 10,000 კაცით 60,000 კაცს უგებს ბრძოლას. აქ ის იყენებს რუსული თოფებია, პეშალკებს ეძახიან 200 ცალი, რომელიც ჩამოუტანეს ალექსანდრე კახთამეფეს და მოგეხსენებათ ალექსანდრე კახთამეფეს თავის მაშვილმა მოუღო ბოლო და რუსმა ელჩებმა ეს თოფები წამოიღეს და ჩამოიტანეს ლუარსაბ მეორესთან. და აი ეს თოფები, ამ თოფების ხმარება ასწავლა ამ თავის სპეცრაზმს გიორგი სააკაძემ და სწორედ პირველი დარტყმა სწორედ ამ თოფებით მიაყენა და ამ თოფებს ესეთი კვამლი ჰქონდა გასროლის შემდეგ, რომ კაი 10 მეტრაზე არაფერი აღარ ჩანდავდა, ზუსტად ეს აწყობდა, მერე უკვე ისრები მიაყოლეს, აი ესეთი დიდი მხედართმთავრული სტრატეგია. დაგეგმა უნდა მოფიქრება გათვლა. ეხლა აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, მოგეხსენებათ, რომ გიორგი სააკაძის და ცოლად მოყავს ლუარსაბ მეორეს და ამაზე, რა თქმა უნდა, დიდ შეთქმულებას აწყობენ როგორც თავადები, მაგრამ ეს თავადები არიან აგენტები შაჰ აბასისა.
როგორ გითხრათ, დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, იმდროინდელი თავადები ვთქვათ, ფარსადან ციციშვილი, შადიმან ბარათაშვილი, ქაიხოსრო ჯავახიშვილი არიან შაჰ-აბასის გრანტებზე გაზრდილი თავადები. რომლებიც მუდმივად ღებულობენ რაღაცა სარჩოს, ქისებს შაჰ-აბასისგან და ანგრევენ შიგნით ქვეყანას. ეხლა აქ შაჰ-აბასი არის ძალიან ვერაგი და ჭკვიანი მტერი. კახეთში არის უძლიერესი სარდალი ქაიხოსრო ომანიშვილი ჩოლოყაშვილი, ეს გვარი ალბათ ეცნობა ტელემაყურებელს. ეს არის ცნობილი ომანიანის ავტორი, პოეტი და მხედართმთავარი, სწორუპოვარი მხედართმთავარი, ასევე ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების ავტორიც, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ომანიშვილი, რომელიც არის გამარჯვებული ლაშქარი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასის ლეკების შემოსევისგან და ასე შემდეგ და იცავს კახეთს ყვარელში და ახმეტაში ააშენებს ციხეებს და ფაქტიურად კახეთს შეუქმნის უძლიერეს ლაშქარს. მემატიანეს წერს, რომ პირველ დაძახებაზე 30,000 მაგრად კარგად შეიარაღებული ლაშქრის გამოყვანა შეეძლო კახეთს. შაჰ-აბასი ავრცელებს ჭორს, რომ ქაიხოსრო ომანიშვილი ჩოლოყაშვილი დაქვრივებულ ქეთევან დედოფალს ყვარობს. და თეიმურას ეუბნება, რომ აი ახლა დაფეხმძიმდება დედა თქვენი, აი ესეთი მასალებია და მეფობიდან თქვენ მოგისვრიან, გადატრიალებას მოგიწყობენ დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ და ერთ-ერთი დიდი ლაშქრობიდან, როდესაც ქაიხოსრო ომანიშვილი ჩოლოყაშვილი ბრუნდება და გერემის სამეფო სასახლეში მიახლება თეიმურას, რომ აი ბუკნაღარა დაუკრათ, რომ უდიდესი გამარჯვება ვიზეიმეთ, 2000 წვე წამოვიყვანეთ ალაფი ესე შევა მეფის ოთახში უიარაღოდ ხდებოდა შესვლა და დამალული ამისი ჯალათები თავს მოაჭრიან ამ იმას ფარულად, ვერაგულად თეიმურაზის ბრძანებით და ამ ქაიხოსრო ომანიშვილი ჩოლოყაშვილის მოჭრილ თავს სინით გაუტანენ ლაშქარს, რომელიც ელოდება, რომ ჯილდოებს დაურიგებს მეფე და ყალყზე შედგება მთელი ლაშქარი, საერთოდ გადატრიალება უნდათ კახეთისა და უბრალოდ ქეთევან დედოფლის დიდი დამსახურება ის, რომ ქეთევან დედოფალი უზომოდ უყვარდათ კახელებს და უდიდეს პატივს სცემდნენ, აი მან დაიფარა, რომ არ მოხდა ეს გადატრიალება და საერთოდ არ გაანადგურეს სამეფო დინასტია მაშინ და ეს ლაშქარი ფაქტიურად დაიფანტება. აი ეს არის უპირველესი მიზეზი, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევები ხდება 1614-1620 წლებში, რომ კახეთის ჯარი არ ომობს ისე, როგორც უნდა ეომა. იმიტომ რომ 25,000 შევიდა სიღნაღის მხრიდან, 15,000 სარტიჭარის მხრიდან და ფაქტიურად ლაშქარი იყო დემორალიზებული ამის გამო. ეხლა ამას ემატება კიდე აი ეს ხდება 1612 წლის გაზაფხულზე. აი 1612 წლის გაზაფხულზევე შაჰ-აბასი უწყობს წავკისის შეთქმულებას გიორგი სააკაძეს. ეს მარტო ამ ბრჭყალებში ქართველი თავადების დამსახურება არ არის, მოსყიდული თავადების, რომელსაც ანუ 1620 წლის 20 მაისის წავკისის შეთქმულება სააკაძე გადაიხვეწება იძულებით ირანში, თან რო ნახოთ სქემა და მასალები, ხო, აი როგორც ქართული ისე განსაკუთრებით უცხოური ირანული იქ თვალნათლივ ჩანს, რომ და მით უმეტეს ახლა მე კასპელი ვარ და ზეპირად ვიცი. სააკაძეს აი ნოსტედან როცა დაბრუნდება დიდგორის გავლით ნოსტეში უკან წავკისიდან ჩაკეტილი აღმოჩნდება იქთა მხარე სოფელი ხოვლის მხარე, რომელიც ჯავახიშვილების არის. ჩაკეტილი აღმოჩნდება დღევანდელი ქარელის რაიონი, რომელიც ციციშვილების არის. ანუ ესენი ყველა მოწინააღმდეგეა. ჩაკეტილია საბარათიანო, ხო, შადიმან ბარათაშვილის ის. ერთადერთი დასავლეთ საქართველოსკენ გასაქცევი გზა დაკეტილი აქვს იმას გიორგი სააკაძეს და იძულებულია, რომ ესე იგი გადავიდეს ისე უკან იგივე გზით, რითაც გამოიქცა დიდგორიდან ჩავიდეს მერე მცხეთასთან, სადღაც კარსანთან, იმ პიტალო კლდეებზე თავის ცოლშვილთან ერთადთან, გატოპოს მტკვარი, მაისის ბოლოა წარმოიდგინეთ, ახლა მაისის სადღაც 22-25 რიცხვი, როცა თოვლიდნება და ადიდებული მოდის და სადღაც აი დღევანდელი სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე გავიდეს, იქ პირჯვარს გადაიწერს, შესწირავს, ილოცებს, სვეტიცხოვლის კარები დაკეტილი დახვდება და მიდის ასევე არაგვის გავლით
მოგეხსენებათ ტყვარს უერთდება იქ და გავლით და ავა თავის სიმამთთან, ნუ გზა რა რაგვის ერისთავთან და ნუ შეხვდებიან ერთმანეთს. აი ეს ტრაგიკული მომენტი, ანუ 1612 წელს შაჰ-აბასმა აი ირანულ წყაროებით გელაპარაკებით, ფაქტიურად განაიარაღაო ქართული აღმოსავლეთ საქართველოს ქართული არმია, როგორც ქართლის სამეფოსი, ისე კახეთის სამეფოსი. მთავარსარდლები აღარ აყავთ. თან ის როგორი მთავარსარდლები, იცით რომ აი გიორგი სააკაძე აქეთ და იქით ქაიხოსრო რომანიშვილი, ჩოლოყაშვილი. აქვე უნდა ითქვას ერთი მომენტი, რომელიც რატომღაც არ იცოდნენ და მინდა ისევ გავახმაურო. ესეც სიახლეა, რასაც ვამბობ. ქაიხოსრო რომანიშვილი, ჩოლოყაშვილი და გიორგი სააკაძე ნათესავები არიან. გიორგი სააკაძის ცოლი, რომელსაც ეგ ფილმში რუსუდანი ქვია, რუსუდანი არ ქვია. მისი ნამდვილი სახელია მარეხი, იმიტომ რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთაწმინდის ტაძარზე შეწირულობის წიგნი, სადაც სწორედ გიორგი სააკაძის მეუღლე მარეხი, ავთანდილი და ესენი წირავენ იქ ყმაგლეხებს, ელისაბედაშვილების გვარია და ვენახებს და რაღაც. ნუ ეს მეორე საკითხი. ესე იგი, აი აქ ხდება ესეთი მომენტი, რომ ორივე მთავარსარდალი ფაქტიურად რომელიც ნათესავია ერთმანეთისა, არის უკვე მოშორებული თავის თანამდებობებიდან, ერთი მოკლულია, ერთი გაგდებულია. ხოლო გიორგი სააკაძე და ქაიხოსრო რომანიშვილი, ჩოლოყაშვილი ნათესავები არიან როგორ? გიორგი სააკაძის ცოლი და ქაიხოსრო რომანიშვილი, ჩოლოყაშვილის ცოლი არიან დები, ნუ გზა ერისთავის გოგოები არიან. ანუ აი ეს ნიკიფორე ირბახი არის დეიდაშვილი იმისი, რა ქვია, პაატა სააკაძის. ავთანდილ სააკაძის და ასე შემდეგ. აი მერე დიდი გრიგოლ რობაქიძე რო იძახის, რომ ჩვენი გვარი ირუბაქიძეებიდან მოდის, აი ნიკიფო. აი ამიტომ უნათესავდება, აი აქედან მიდის ეს შტო ამათი შტო. სხვათა შორის ნიკიფორე ირბახი 1616-1647 მერე 1652 წლებშიც არის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი და სწორედ ის გაამშვენიერებს, ანუ დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, რესტავრაციას გაუკეთებს ჯვრის მონასტერს და ერთი ვერსია, ნუ გზა რომ აი ჩვენ ვიცით რომ გიორგი სააკაძის საფლავი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის, აი მოვლენებს წინ უსწრებ, მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო. ერთი ვერსიაა რომ გიორგი სააკაძე დაკრძალულია ჯვრის მონასტერთან მთავარანგელოზების ეკლესიის კედელთან, ერთი ვერსია და ეხლა ეს რატო ვერსია საიდან წამოვიდა? ჩვენ ავსტრიის არქივებში აღმოვაჩინეთ 1832 წლის მასალა, რა თქმა უნდა ძველი მასალიდან აღებული და დაბეჭდილი, სადაც მოცემულია გიორგი სააკაძის სიკვდილის მომენტი. ჩვენ ვიცით რომ თავი მოკვეთეს 1629 წლის 3 ოქტომბერს თოხათის ციხეში, მაგრამ აი აქ აი ამ წყაროს მიხედვით გიორგი სააკაძე თავის 40 თუ 50 ერთგულ ქართველთან ერთად დაწვეს თურქებმა. აქ აღწერილია რომ გიორგი სააკაძე თავის ამ ხლებლებ ერთგულ რაზმთან ერთად ცხოვრობდა ხის სახლში, რადგანაც სიცხე იყო იქ და ხის სახლში რიკულებიანი, აი როგორც ქართული აივნიანი სახლები, ხოლო ამ სახლს მან დაარტყა გალავანი, რაც ძალიან მაღალი გალავანი, დაახლოებით 2 მეტრიანი გალავანი და თურქები, ესე იგი ამ ხოსრო-ფაშას ხალხი, რომელიც შურით და ბოღმით იყო სავსე ამ წარმატებული კარიერისა თურქეთშიც გიორგი სააკაძესა, შემოუწყობენ შეშას და თივას ამ სახლს, მანამდე აქ შეუშვებენ დაბანგულ ღვინოს სომეხი ვაჭრებისა და წაუკიდებენ ცეცხლს. თუ ამ ვერსიას დაუჯერებთ, როგორც ჩანს, მერე იქ ყოფმა ქართველებმა ეს ფერფლი წამოიღეს გიორგი სააკაძეს, იმიტომ რომ მარი ბროსეს ერთი ვერსიით გიორგი სააკაძე დაკრძალული, აი აწერია პაატა სააკაძის გვერდზე ავთანდილ სააკაძე 1629 წელი, გიორგი სააკაძე 1629 წელი და მე უშვებ ერთ ვერსიას, რომ შეიძლება მართლა ფერფლის ნაწილი სამშობლოსით წამოიღეს და მის ამ სალოცავ მთავარ ტაძარში ერთაწმინდაში ეს ფერფლით დამარხეს და ნაწილი თქვათ, რადგანაც ნიკიფორე ირბახი იყო
ნიკიფორე ირბახის ბიძა იყო ფაქტიურად გიორგი სააკაძე, წაიღო და ჯვრის მონასტრის იქ მთავარანგელოზების ეკლესიის კედელთანაც დაავანა ეს ის. რადგანაც მე ტიმოთე გაბაშვილს თავის მიმოსვლაში აქ აღწერილი ჩანწერილი არშიაზე, რომელიც ვნახეთ, რომ ეს თავადი გიორგი სააკაძე ნეტა ისის ხო არ არისო, დიდი მოურავი, ესეთ კითხვის ნიშანია. ხო და აი ეს ბევრი მას იწვევს. თუმცა არის კიდე სხვა ვერსიები, რა თქმა უნდა, ის რომ ხო ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე მინდა ვისაუბრო თვითონ გიორგი სააკაძის ოჯახზე. მე წეგან მახსენე, რომ გიორგი სააკაძეს ყავს 8 შვილი, 4 ვაჟი და 4 ქალი. ვაჟების სახელი თქვენთვის ცნობილია, ხო, ავთანდილი, პაატა, ავთანდილი, დავითი, პაატა და იორამი. დავით სააკაძე იყო ქვათახევის ეკლესიის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც გმირულად დაიღუპა 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე. საეპისკოპოსო ჯარში ომობდა იგი იმ ეპისკოპოსებთან ერთად მხარდამხარ, იცით რომ იქ ხარჭაშნელი, ალავერდელი, რუსთაველი, მროველი ეპისკოპოსები ერი და ბერი და 9 ძმახერ, აი ამ აქ და აქ გმირულად დაიღუპა. გიორგი სააკაძის პაატას თავი მოკვეთა წამებით შაჰ-აბასმა, რომელმაც სიკვდილით დასჯის წინ ღვთისმშობლის ხატით შევიდა და ღვთისმშობლის ხატს ეწამა. სხვათა შორის ეს წყაროები თვითონ იმდანაც არ უნდა იყოს ეს შეგაცხული ეს საოცარი ბიჭუნა. მე ჩემ მონოგრაფიაშიც, ჩემ დისერტაციაშიც, ჩემ მონოგრაფიაშიც და არაერთ სამეცნიერო სტატიაში და ოფიციალურ წერილშიც და კიდევ ვიმეორებ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მივმართე, რომ პაატა სააკაძე შესარაცხია წმინდანად. იმიტომ რომ კი არ ვიცოდი. თქვენ არ გეგონოთ, რომ ტელემაყურებელს რო გონია, რომ გიორგი სააკაძის ფილმიდან 12 თუ 10 წლის ბიჭია გამოყვანილი, ხო იქ მერაბ კოკოჩაშვილი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი თამაშობს ამ როლს. გიორგი სააკაძის პაატა სააკაძე დაბადებულია 1604 წელს და 25 წელს როცა თავს კვეთან არის 21 წლისა. 21 წლისა და თვითონ როგორც ისქანდერ მუმში, ისე შაჰ ჰუსეინ მალიქ სისტანი, ისე ნასროლა ფალსაფი და სხვებიც აი ჩვენ კავშირი გქონდა ირანის ესე ერქვა დიდი ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორთან ძალიან ძლიერი და საოცარი მეცნიერი ყავდათ იარშათერი ესეთი აი ირანული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, აკადემიკოს დღევანდელი ტერმინებით ვთქვა და გარდაიცვალა 2021 წელს კოვიდით, სხვათა შორის ამერიკაში იყო ჩასული ლექციების საკითხად და რა ვეღარ დაბრუნდა ცოცხალი მერე ირანში. ხო, ეხლა ესეთი და სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ნეტა ცოცხალი ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ ინფორმაციას ვღებულობდით აქეთ. ხო, აი ესეთი მომენტები ახლა გიორგი სააკაძის რაც შეეხება ეს 4 ქალი. 4 ქალიდან ერთი გათხოვილია არის ქსნის ერისთავის, იასე ქსნის ერისთავის მეუღლე, მეორე არის ფარად ფაშა ჯაყელის მეუღლე, მესამე არის გორგასლან ჩხეიძის მეუღლე, რომელმაც აი თოხათის ციხეში, როდესაც თავს კვეთდნენ ქართველებს, ბეჟან ჩხაიძის თავისი შვილის ნაცვლად შეევედრა ჯალათს და უთხრა შენ ხო თვლით უნდა ჩააბაროს მოკვეთილი თავები და აი რაც მაქვს ოქრო ვერცხლი და ყველაფერი ამ ქისებს გაძლევ, ოღონდ მე მომკვეთე თავი და მამამ დადო შვილის მაგრად, იმიტომ რომ ბეჟან ჩხეიძე იყო 19 წლის მაშინ და მეტი არ ამყავსო და გვარი ვეღარ გაგრძელდებაო და მამამ დადო თავი და ის გადარჩა. ანუ მძახალმა გიორგი სააკაძის. ნუ ხოლო ერთი გოგო გათხოვილია თეიმურაზ მუხრან ბატონზე. აი თეიმურაზ მუხრან ბატონის შტოა ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი. ანუ ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი მუხრანელი ბაგრატიონების შტო ქალის მხრიდან არის გიორგი სააკაძისისა, კაცო. შვილიშვილი. გიორგი სააკაძის თავმავლები არიან ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი, ვახტანგ მეხუთე, იქ არჩილი, იგივე არჩილი, პოეტი მეფე, ხო? გიორგი სააკაძის შვილია. გიორგი მე-11 იმ პაპას აგავსო იქ, რომ ჩვენ ვმალავთ ამას ყველაფერს, რატომაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ამას, აი გამკვირვებია, მაგრამ ესეთი ამაყი ვარ ამისი გაგონი. დიდ
აი როგორ ერქვა დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედია იყო ასეთი გამოცემები არსებობს ისტორიული გამოცემები მხოლოდ იქ არის ძალიან პატარა იმით რომ ეს არის ესე იგი ვახტანგ მეხუთე-შაχνავაზე არის გიორგი სააკაძის შვილიშვილი თავის დროზე ამ საკითხს ყურადღება მიაქცია გოგლა ლეონიძემ და მე რაღაცა ის დაუწყეს ომი მაგრამ გიორგი ლეონიძის ეს მოძიებული მასალები წამოუწიეთ კიდე წინ ჩვენ და აშკარაა რომ ეს ვახტანგ მეხუთე არის გიორგი სააკაძის შვილიშვილი ქალის მხრიდან არჩილიც გიორგი მე-11 შემდეგ და საერთოდ მუხრან ბატონების ბაგრატიონთა შტომ უდიდესი როლი ითამაშა მე ქართულ კულტურაში, ქართულ წერლობაში და საერთოდ სულიერებაში, ხო? ანუ ამას აღარ ვახსენებთ. დიახ ბატონებო, იცოდეთ რომ შტო ვახტანგ მეხუთის, ვახტანგ მეექვსის შაχνავაზების ქალის მხრიდან არის გიორგი სააკაძეების შტო. ეხლა რაც შეეხება ერთი კიდე საინტერესო მომენტი. ქეთევან დედოფალი აშოტან მუხრან ბატონის ის არის რა ქვია შვილი აშოტან მუხრან ბატონი და ვახტანგ მუხრან ბატონი არიან ძმები ვახტანგ მუხრან ბატონი არის თეიმურაზის მამა ანუ თეიმურაზი ქაიხოსრო რომელიც თან ახლავს სააკაძეს და მე სხვათა შორის 1629 წელს თოხათიციხეში სააკაძესთან ერთად კვეთენ თავს თეიმურაზის ძმა თეიმურაზი იღუპება მარაბდის ომში თეიმურაზი მოკლესო და ხალხს რომ მეფე ეგონა ხო ეს არის გიორგი სააკაძის სიძე კვდება ხოლო ისიც საკმაოდ ახოვანი და ტანის იყო ისი აღწერილი და ესე იგი ეს ქაიხოსრო გიორგი სააკაძესთან ერთად არის ირანში გადახვეწილი და როცა ერთი საოცარი მომენტი აღმოაჩინეთ კიდე ჩვენ რომ იქ რომ არის მეჰმანდარი ანუ სპარსული ტიტულატურა თანამდებობის პირისა ეს არის სტუმრების მიმღები გამცილებელი სამხედრო ატაშე და კულტურული ატაშე რაღაცა ესეთი ეს მეჰმანდარი არის გიორგი სააკაძე რომელსაც განმარტავენ ევროპელი ისენი ეს მეჰმანდარი არის რომელიც ქეთევან დედოფალს აი ქაიხოსრო და ეს აწვდიან ღვთისმშობლის ხატს, რომლის ასლი თუ დედანი არის აბჭალაში რომ არის ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია მამა გიორგი რაზმაძეა შესანიშნავი წინამძღვარი ამ ეკლესიის მოძღვარი მე გადაცემაშიც ვყავდა ერთხელ და აი ეს ღვთისმშობლის ხატი შეუგზავნეს ფარულად გიორგი სააკაძემ შეუგზავნა ქეთევან დედოფალს ზოგს რო გონია რომ ესენი როგორ გეკადრებათ იმიტომ რომ მისი სიძე თემურაზი და ქეთევან დედოფალი ერთად იყვნენ გაზრდილები ალალი ბიძაშვილები არიან ესმით ალალი საბიძაშვილოა ესენი ერთად და ამიტომაც გულისტკივა და იქ მყოფი ქართველები ეხლა გადავალ პიეტრო დელავალეზე პიეტრო დელავალეს ერთი წერილია დაბეჭდილი ივერიაში ჭყონიასეულ თარგმანი ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა სამწუხარო ეხლა რა არის არასწორად არის თარგმნილი გესმით მე ჩემ წიგნში მეორე ტომში რო არავის ეგონა რომ ეხლა ვაჟა ოთარაშვილი აი კასპელი კაცია და ნოსტემისის ის ხორცია და რაღაცა მოიგონა აი ძველი იტალიური დედანი დაუბეჭდე ძერ მერე ის რუსული დედანი დაუბეჭდე რაც რუსებმა თარგმნეს იქიდან მერე დაუბეჭდე ფრანგული გამოცემა რომლითაც დაინტერესებულია ლუდოვიკო მე-14 რომელიც ამს რომ ეს არის უდიდესი გენი ამ ხედავთავად როგორ შეიძლება ამის ისტორია არ ვიცოდეთო და ამისი მთელი ტიტულატურა დაუბეჭდე ლუდოვიკოს ბეჭდით და იმით როგორ გამოდის ახლა მაშინ ხო არ იყო ესეთი მასობრივი ტირაჟები და რაღაცა სტამბები და რაღაცა ისენი ხო კომპიუტერული წყობა და აი აქ არასწორად არის თარგმანი აი რუსებს აქვთ ახლა იტალიურში რო სწორია გასაგებია რუსებს აქვთ ზუსტი თარგმანი გაკეთებული და აი იქიდან არ არის გაკეთებული ანუ ძველი იტალიურიდან არ არის რატომღაც მიჩქმალულია იქ სადაც დადებითი მომენტებია სააკაძეზე და სადაც არის ესეთი რამე ნათქვამი ზუსტად ეს მომენტია დამახიჯებული პიეტრო დელავალე 1622 წელს ტოვებს სპარსეთს რადგანაც ჩახაბასი იწყებს ახალ რეპრესიებს ყველა ქრისტიანის მიმართ იგი ემზადება ყანდაღარის დელის ბაღდადის სასაღებად
და რეპრესიებს იწყებს იგივე მამა ვინცენტი ჰორმუზელის და საერთოდ ფეხშველა კარმელიტების და იქ მყოფი კათოლიკეების მიმართ. და ამ დროს პიეტრო დე ლავალეს გარდაეცვლება თავისი ცოლი, რომელსაც ბაირონი უწოდებს სხვათა შორის ქართველ ქალდეველს უწოდებს. ბაირონი. ხო, თვითონაც ქართველად თulis ეს თავს, თუმცა სირიული წარმოშობისაა მარიმაანი და მონოფიზიტია ხოლოდ ეს ქალი. და გარდაიცვლება და პიეტრო დე ლავალე რასაკეთებს რომ მეო შევფიცეო, უყართ ერთმანეთი ძალიან. უпроსორად მშობიარობას გადაყვა ესა. მშობიარობას გადაყვა და მარიმაანი პიეტრო დე ლავალემ შეფიცა რომ ჩვენ რო გარდავიცვლებითო, ჩემი წინაპრების ტრადიციულ წინაპართა სასაფლაოზე აკლდამებში რომში დავსაფლავდებითო. ხო და პიეტრო დე ლავალე სანამ სპარსეთში ჩამოვა, მანამდე ეგვიპტე, თურქეთი და ყველაფერი მოვლილი აქვს და ისწავლა მუმიფიცირება, გაკეთება. ხო და ამ თავის მეუღლისგან გააკეთებს მუმიას და მაშინ ვესტ-ინდოეთის კომპანია გემებით შემოსული იქ და წაყვება მას ინდოეთის ოკეანეში და ამ მიცვალებულს წაიღებს თან ჩუმად 1923 წლის 4 იანვარს გაიტანს სპარსეთიდან და ანუ ამ რეპრესიებს გაასწრებს დაახლოებით 2 წელი ინდოეთში ჩავა კიდე თავის საქმეები აქვს ფაქტიურად ეს პილიგრიმები და ისინი იყვნენ აგენტები იმ დროინდელი ახლა მაშინ მობილური და ის არ იყო ინტერნეტი და ეს ვაჭრები პოლიტიკოსები და ეს ისინი გადასცემდნენ ინფორმაციას თავის ქვეყნებს ეს რომის პაპთან არის პირდაპირ დაკავშირებული ურბან მერვესთან ხარდია დიახ და მერე ბრუნდება უკვე თავისთან იტალიაში 1626 წელს ნახეთ 1625 წლის ბოლოს 1626 წელს მაგრამ პიეტრო დე ლავალეს დატოვებული ყავს თავისი ინფორმატორი აგენტები და იქ წერ ზუსტად ასეთ რამეს როგორც ჩემი ინფორმატორი აგენტები მაცნობებენ აი გამარტივებულად ვამბობ ეხლა შაჰ-აბასი განრისხებულია სააკაძეზე ამბობს ნახევარ სამეფოს დავთმობ ეს მომაკლევინეთ დამაჭერინეთ და ასე შემდეგ და ამას აბრალებს ირანის იმპერიის დამხობასაც ლუარსაბის სიკვდილსაც ამასაც იმასაც მაგრამ ეს ხო დაუჯერებელია რაღაც სისულელეები და ისენიაო ეს არ არის სარწმუნო ცნობებიო და პიეტრო დე ლავალე როცა თავის სამტომეულს აკეთებს ამ წერილებს რომელიც აგენტებისგან არის შემოსული არ ბეჭდავს თავისთან იგი 1652 წელს გარდაიცვალა და ანდერც დაუტოვებს თავის შვილებს მე მეორე ცოლი ხო ქართველი მოყავს არა თინათინი და მასთან ეყოლება 14 შვილი 4 სხვაობა ასაკში ძალიან დიდია მაგრამ 14 შვილი ეყოლება 4 ვაჟი და 10 ქალი და ამ ბიჭებს და მეუღლეს დაუტოვებს ანდერც თინათინ ზიბას და ზოგს როგონია ზიბაო ისე აფხაზი წარმოშობის იყო არა ბატონებო ზიბა ძველ ირანულად ლამას კოხტას ნიშნავს აი მე შემოვიდა ხათუნი აი ისა ეპითეტად და მანამდე იყო ზიბა ძველ მიდიური ტერმინია და შემოსულია სპარსულში და ესე ლამაზი გოგო იყო სხვათა შორის ეს ქეთევან დედოფალმა მიცა ისა სთხოვა რომ წაიყვანა იმიტომ რომ ჰარამხანაში წაიყვანენ როცა წლოვანი გახდება აი გამოსცეს ეს წიგნი და ეს არ შეიტანეს მერე ტავერნომ და იმათ შეიტანეს ეს ისე რომ კომენტარი არ გაუკეთეს პირდაპირ და იქ რაც კომენტარები აქვს პიეტრო დე ლავალეს გაკეთებული ეს არის მოწვდილი ინფორმაცია ამიტომ დასაჯერი არ არის ესენი ამოიღეს და აი მე დავბეჭდე პირდაპირ პიეტრო დე ლავალეს 1620 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული წერილი პიეტრო დე ლავალესი ურბან მერვისადმი რომელიც არის აი ზუსტი ჩანაწერი გიორგი სააკაძესთან საუბრისა აი სტენოგრამიულ ჩანაწერს რო ეძახიან ზუსტად ასეთი აი შემოვიდა ახლოვანი ქართველი ვაჟკაცი მხედართავარი ესე რომელიც არის სწორუპოვარი მეომარი ეს თავისი სამშობლოს ერთგული ბაგრატიონთა დინასტიის ერთგული რომელიც გულდამწვარი აცხადებს რომ ერთი მეფე დაიჭირეს ლუარსაბ მეორე ჩაგდებულიყავთ იმაში ის თავის სამეფოდან განდევნეს
და ამავე დროს ყველაზე მთავარი ეს არის მტკიცე ქრისტიანი. იცავს თავის მარხვას, ატარებს ჯვარს და ისა შაჰაბასი ვერაფერს ვერ ეუბნება მას, ვერ უბედავს. რამე თუ იგი და მისი სპეცრაზმი ეწეღარო ვახსენე. თან ყავს და შაჰაბას ჭირდება ის აპირებს ბაღდადის და დელის ციხეების აღებას და ეს ქართველებიო, ეს სპეცრაზმიო საოცარი ვაშკაცები არიან კლდეზე ისე დაცოცავენ პირდაპირ ვერტიკალურ კლდებზე, როგორც ვეფხვები დადიან იმაზე. აი ამიტომ არაფერს არ ეუბნევაო. ისინიც ქრისტიანები არიან, პირდაპირ წერია მას ემორჩილება ქრისტიანული. სხვათა შორის იქ იტალიურში ხმარობს ესე სიტყვას და მეც ესე ჩავწერე. სააკაძის სპეციალური მილიცია. აი ასეთი ტერმინია დამხო. სააკაძის სპეციალური მილიცია რომელიც ესე იგი შედგება დაახლოებით ალბათ სადღაც 4-5,000 მეომრისაგან და რომლებსაც აი ბრძოლებში წინ უშვებენ გვარდია ფლაგმანი რომელიც და მერე მისდევს ეს ირანული ლაშქარი. სხვათა შორის ამ ჯარშივე იყო გიორგი სააკაძის ძმა ქაიხოსრო სააკაძე რომელიც ბაღდადის ციხის აღების დროს დაიღუპა მას ყუმბარის ზამბაზნის ყუმბარამ მოგლიჯა რაღაცა ხე და ის დაეცა იმ ციხის აღების დროს და იქ დაიღუპა ეს ქაიხოსრო სააკაძე ისიც დიდი ვაშკაცი იყო აღწერილია თვითონ იქაურ უცხოურ ირანულ წყაროებშიც და აი პიეტრო დელავალე პირდაპირ წერს რომ ანუ 1620 წელია ხო და ურბან მერვეს წერს რომ ეს არის მტკიცე ქრისტიანი იცავს მარხვას ატარებს არავით არის და მარტო ეს კი არაო კაცო მის გარშემო მყოფები ყველანიო და ჩვენი მეისტორები რას წერენ ჩავიდა თუ არა ესე იგი მიიღო ესე იგი ისა მაჰმადიანობა და წამოუძღვა იმასო რა ქვია იმის სპარსეთის ლაშქარს ეს ტყუილია ხალხი წარმოგიდგენია 1612 წელს ხდება ეს ჩასვლა გიორგი სააკაძის გიორგი სააკაძე 1619 წლამდე ირანულ ისტორიოგრაფიაში მათ შორის შაჰაბასის კარის მემატიანებშიც კი რომლებიც ჰარამხანის ლამაზმანებსაც კი დეტალურად აღწერენ არცად სააკაძე არ არის ნახსენები მხოლოდ 1619 წლის აგვისტოს თვეში როდესაც მას ნიშნავენ სიმონ ხანის მრჩევლად როცა ბაგრატ ხანი გარდაიცვლება სიმონ ხანის არასრულწლოვანის მრჩევლად, ვექილად და ყველაფრით გამზელად და ყველაფრად, აი მაშინ არის ნახსენები. 1614 წლის შემოსევის დროს, სპარსელთა შემოსევის დროს, გიორგი სააკაძე საერთოდ არ არის ამ ჯარში ნახსენები და როგორც სხვა წყაროებიდან მაკრინე მონაზონის ჩანაწერები გვაუწყებს, იგი წავიდა იმაში, რა ქვია, ნოსტეში თავისი ციხე-კოშკის და განადგურებული სახლკარის აღსადგენად. ხოლო აი აქ მაშინ როდესაც აღწერთ ამ შემოსევას მეგზურად ვის ნიშნავს შაჰაბასი თუ გიორგი სააკაძე ქართველი მხედართავარია საქართველოს გზები მასზე უკეთესად ვინ იცოდა არა დელუ მაჰმად-ხანს ნიშნავს ნარიყალას ციხის ყოფილ ციხის უფროს მათ რა ქვია თავარ გზამკვლევად და არა სააკაძეს ანუ სააკაძეს არავითარი აქ თანამდებობა არ უჭირავს არავითარი ურთიერთობა ახლო ურთიერთობა ამას სხვა უცხოური იგივე კლოდ მალენგრი იქნება ბართლომეო ფერო იქნება დუშან ჟუში იქნება თუ ჟონ კასტი იქნება თუ სხვები ყველანი აღიარებენ რომ არავითარი ურთიერთობა ასეთი არის აი რამხელა ძალა აქვს ისტორიის გაყალბებას და კინემატოგრაფიას და მე იდეოლოგიას არ მოგიდგენია ხო დიახ ეხლა რაც შეეხება აი ნელ-ნელა დრო მცირდება დიახ ხო დაახლოებით 12-13 წუთი გვაქვს თქვენ გუშინ ბძანეთ საოცარი რაღაცა რომ ერისა და ბერის აი თანადგომა ერთმანეთისადმი ომში და ეს ძალცახად და ეხლა გადავიდეთ მარტყოფის ომზე ეს მთავარი ბრძოლა რომელიც გიორგი სააკაძე მარტყოფს გულისხმობდით მე მარავდა მომესმა გუშინ ხო რომ მარავდაში რომ დაენიშნათ პირველ მხედართავად მაგომს ყველავარიანში ხომ მოვიგებთ კი სამი ბრძოლის მომენტს მინდა ხაზი გაუსვა რომელიც ხასიათდება ერთნაირი შემართებით ქრისტიანული
შემართებით ქრისტიანული სახის მეტყველებით. რასაც აღწერს როგორც არჩილ ბაგრატიონი თავის პოემაში, ასევე აღწერს უფრო უკეთესად, რა თქმა უნდა, იოსებ თბილელი მიტროპოლიტი, იოსებ სააკაძე, რომ სხერტის ჭალა ტაშისკარის ომის დროს, მარტყოფის ომის დროს, მარაბდის ომის დროს, ქართული ჯარი მთელი ღამე ლოცულობს. და მათთან ერთად არიან ბერ-მონაზვნები. პირდაპირ წერია, წმინდა მამები თან გვახლდნენ, იქ იდგნენ ღამე თევითა. ზოგი აქა-იქ დგებოდით, ზოგეს ღამეს თევითა. ანუ მთელი ღამე ეს ბერ-მონაზონი და ლაშქარი ერთად ლოცულობს. იქაც ხადია ეზიარებიან კიდევაც. ეზიარებიან ტაშის კართანაც. 10,000 კაცამდე ყავს სააკაძეს, 60,000-ია თურქთა ლაშქარი. წარმოიდგინეთ, ერთ კაცზე 6 კაცი მოდის. ეხლა მაშინ ავტომატი და ტანკი და გრანატამიოტი და ხელყუმბარა არ არსებობს. საბრძოლო იარაღია ძირითადად ხმალი, სატევარი, შუბი, ის არის. მეტი არაფერი. და როგორ გინდა ერთი კაცი გაუმკლავდე 6 კაცს. აი ამ ომსიგებს სააკაძე. ანუ ბერ-მონაზნობა ჯართან ერთად ომობს, საეკლესიო ჯარი, ანუ წინა პლანზია ეკლესია. წინა პლანზია სამშობლოს დასაცავად, მიწაწყლის დასაცავად დგა და არა სადღაც შემალულია იმაში. არა. იგივე ხდება მარტყოფის ომის დროს, რომელიც აი სწორედ დეტალურად მაქვს განხილული, ახალი წყაროებით, სხვათა შორის, რომელიც ასევე რატომღაც მიჩქმალულია. საოცარი ქალბატონი იყო სალომე ყველაშვილი, იყო ასეთ ქალბატონი, მასწავლებელი ღმერთმა ნათელში ამყოფოს მარტყოფელი, რომელმაც მარტყოფის ისტორია დაწერა და ბევრი მასალა მოიკვლია და მომაწოდა მე და მარტყოფის გეოგრაფიული არეალი შევისწავლე. სოფელ მარტყოფის გარშემო მარტყოფის ველის, რომელსაც ქვია ულევარას ველი, არის 12 დიდი ეკლესია. იმ დროს, აი 1625 წელს იქ სამგლის ხევში, ლილოს ხევში, ღვთაების მონასტერი, თვითონ მარტყოფის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, წმინდა გიორგის მონასტერი და ანუ 12 ეკლესია მონასტრიდან ნალოცი და ნაზიარებელი ჯარი გამოდის. ამ სამღვდელოებასთან ერთად, ისე კი არა რომ რაღაც სამღვდელოებასთან ერთად, რომლებიც პირველნი აჩვენებენ მაგალითს. იქ ეპისკოპოსები არიან, როგორც მარაბდის, ისე მარტყოფის ველზე. ეპისკოპოსები არიან და სამღვდელოებაა მთლიანად ყველა. ხო, იმიტომ რომ იციან, რომ სამშობლო ან დაიღუპება, ან გადარჩება. და სამშობლოსთან დედა ეკლესია. და დედა ეკლესია და პირველ და ნაზიარებნი გამოდიან ისინი. ნაზიარები გამოდის ჯარი. და როგორ უნდა გიყვარდეს უფალი და სამშობლო. გიორგი სააკაძეზე ვამბობ, რომ 4 კაცით, მათ შორის თავისი უფროსი ვაჟი ავთანდილით და ავთანდე სააკაძით, პაპუნა ვაშაღაშვილით, ელია სამიძით, ბაკა ხერხეულიზით, 4 კაცით 30,000-იან სპარსელულ ლაშქარში შუაგულში დაიწყო აჯანყება და ომი. რა მაშინაც ხო არ ქონდათ ავტომატები და რაღაც ხელყუმბარებია რა. ხმალი, შუბი, ფარშიმშერი და ოროლი. და როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და უფალი. წარმოიდგინეთ. როგორი თავგანწირვა, ამ დროს იღუპები არა მარტო შენი შვილია, უფროსი ვაჟი შენ გვერდზეა. ის კი არა რაღაცა დაცვა ყავს და იმაში 40 კაცი დაძდებს შენ იმას, რა ქვია, რომ ცივინიავი არ დააგა. და აი უფალმა გაუმარჯვა. ულევარას ველზე. ულევარას ველიც რატო ქვია? იმიტომ რომ ალყა შემოარტყეს ამ მარტყოფის ველს და სააკაძე, რომელიც სათბირს ატარებს იქ მყოფი აპარანის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილში და ბოლო დავალებებს აძლევს ქართული ჯარის ნაწილებს, მოდიან და ეუბნებიან, მოურავო, არა უყოფნი ვართ, ულევარნი არიანო. სააკაძე ეუბნება, რომ გადააგდეთ ფარები და ორივე ხელში ხმალი, ხანჯალი, სატევარი და ორივე ხმალი დაიჭირეთ, იმიტომ რომ დამარცხება ნიშნავს საქართველოს განადგურებას. მოდის ისევ მალემსრბოლელი და ეუბნება, ულევარნი არიან, მოურავო, არა უყოფნი ვართ. ანუ სააკაძე მიცის სპარსული ჯარის შიში, როცა ალყას არ ტყავ, როგორ იბნევა ეს ამდენი ხანი ხო ომობდა და იცის ამათი ამბავი. და აი ამ დროს
რატო ქვია აპარანის წმინდა გიორგი? ამ დროს აპარანის წმინდა გიორგის ჭრდილში შემოდის იმერეთის გურიას სამეგრელოს ლაშქარი. დაახლოებით სხვადასხვა წყაროებით 1200-1500 კაცი. აპარანი ვართ ძამა ჩვენ, აპარანი ვართ. ცხენებზე ნაბად აკრული ჯარის ნაწილები შემოდის. ანუ მარტყოფის ველზე გიორგი სააკაძემ დიდგორის მთელი მოდელი გაიმეორა. მთელი საქართველო ომობდა აქ. მთელი საქართველო აპარანი ვართ ძამა ჩვენ და გიორგი სააკაძე ამბობს. ამის მერე წმინდა გიორგის ამ ეკლესიას აპარანის წმინდა გიორგი დაერქვასო და პირველი აპარანობა გამარჯვებულ 7 აპრილს 1625 წლის და მეორე დღეს 8 აპრილს სწორედ აპარანობა იზეიმა აი ამ ეკლესიის ძირში გამარჯვებულმა ქართველებმა. იმის მერე დღესაც აი ჩვენი მარტყოფელები 8 აპრილს აპარანობას ზეიმობენ, რომელიც არის სწორედ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ერთიანი მტრის წინააღმდეგ ასე იბრძოდა და ასე ომობდა და ასე იდგნენ ერთად. სხვათა შორის მთელი აღმოსავლეთ საქართველო, შავხევსურეთი იქნებოდა, მთიულეთი, ქართლი, კახეთი, იქით დასავლეთიდან გვარებია, მეომართა გვარებია, დაბეჭდი, აჭარა, სვანეთი, გურია სამეგრელო, ოდიში, იმიტომ რომ ლევან მეორე დადიანი ძალიან მეგობრობს გიორგი სააკაძესთან. სხვათა შორის, აი გიორგი სააკაძის სიკვდილის მომენტიც, როცა იქ ხოსროვ ფაშა ამბობს, რომ საქართველოში გარბოდაო, ერთი მომენტია, გიორგი სააკაძე არის ესეთი ადიგენის რაიონში იციან ალთუნკალა, ოქროს ციხე ქვია, სადაც ძმად გაფიცულები იყვნენ ლევან მეორე დადიანი, გურიას სამეგრელო ოდიშის მთავარი და გიორგი სააკაძე და ქართლელი და მეგრელი მეციხოვნეები იდგნენ დაახლოებით იქ ბევრი არა, სადღაც ალბათ 1-50 კაცი და ყოველ გამარჯვების დროს გიორგი სააკაძე ამ ნადავლს დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ თურქეთის ბიუჯეტში კი არ ეზიდებოდა, არამედ ალთუნკალაში ეზიდებოდა იმ ინგლისურ თოფებს, იმ ხმლებს, იმას და გიორგი სააკაძე რომ ესე ტრაგიკულად მოკლეს თურქებმა ამ ციხეში იპოვეს ეს უამრავი, რომლებიც ელოდებოდნენ და ფაქტიურად აი პიატრო დელავალეს ამ ნაწერებიდან ჩანს, რომ გიორგი სააკაძე რას ეუბნება. მოდი შევქმნათო, აი უნიკალური სიტყვებია. საქართველოსთან ერთად შევქმნათ ევროკავშირიო. ევროპული ქვეყნების კავშირიო, რომ ეს მაჰმადიანური იმპერიები, თქვენ რომ მარტო თურქეთს ემტერებითო, ეხლა თურქეთი მაშინ ავსტრია და ვენისი იქამდე სანახებამდე იყო მისული. არაო. შაჰ-აბასსაც იგივე გეგმები აქვს, შავ ზღვაზე გავიდესო, აქედანო ზემოთ პოლონეთამდე ავიდეს, აქედან კიდე მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული და ევროპა დაიპყროსო და ანტიმაჰმადიანური კოალიცია შევქმნათო. ურბან მერვეს წერილია დაბეჭდილი მაქვს პირდაპირ სიტყვით. რა წამოწყ, რა იდეა, რა სიტყვით, აი ესენია მიჩქმალული, გაიგე? და აი ეს ფენომენი. და მაშინაც მიგვატოვეს. და მაშინაც რა თქმა უნდა ევროპა მიგვატოვა. მეფე ერეკლეც ეუბნეოდა სხვათა შორის ერთ-ერთი აღარ მახსოვს რომ მე გაჩვენებთ ოსმალებთან ნომზი როგორ უნდა. არ ჩათვალეს, არის კეთილი წერილები, თქვათ იგივე ესპანეთის მეფის, რომელიც უწოდებს თქვათ თქვენ იმასაც ჩვენ დასავლეთის იბერიელები, თქვენ აღმოსავლეთ იბერიელებს დიდ პატივს ვცემთ ასე იმგვარად, ანუ დიპლომატიური ეტიკეტების და ქებადიდების მეტი იქიდან არავითარი დახმარება არ მოსულა, თქვათ საქართველოსთვის და მაშინ არც რუსეთს ეცალა, იმას თავისი პრობლემები ჰქონდა, იქ ცრუ მეფებიც და იმის მთელი ამბები ტრიალებდა და აი ამ სწორედ ამ გიორგი სააკაძის ფენომენალური ნიჭის და ქართველი ერის დიდი ენერგიის წყარობით აღმართული იყო სწორედ ის ციხე ჯებირები, ის ციხე ბურჯები, რომელსაც ეს მაჰმადიანურ იმპერიათა ჯარები ეჯახებოდნენ და ევროპაში და ცხოვრობდა. ანუ ჩვენ ქართველებმა შეუნარჩუნეთ ჩვენი თავგანწირული ბრძოლებით დღევანდელ ევროპას სიმშვიდე. სწორედ გიორგი სააკაძისნაირმა დიდმა ფენომენებმა და მე ერთი მომენტი რამდენი წუთი გვაქვს დარჩენილი? 2-3. ხო, აი ბაზალეთის ომის მიზეზი აი იდიოტები რო წერენ რომ მეფობა უნდა, არავითარი მეფობა არ უნდა. თემურას პირველი ურიგდება შაჰ-აბას. შაჰ-აბას ურიგდება სამწუხაროდ
შუამავლად უგზავნეს ერთ-ერთ უნდილაძეს, რომელსაც თავის ყოფილ ცოლს, რომელიც არის თეიმურაზის და ელენე, ცოლად ჩუქნის, ეს დიდ წყალობად ითვლება, რომ შაჰის ნაცოლარი შენი ცოლი გამხდარიყო და ამ დაუთხანსა და ამას შორის მიდის მოლაპარაკება და თეიმურაზ პირველი წერს შაჰ-აბას წერილს, მე შენი მონა ყურში მონობის რგოლ გაჩრილი მოვდივარ ფორთხით შენთან რომ შენი ფეხების თითები ავლოკო და შენი მარადიული მონამორჩილი ვიყო და წყალობა მეყოს რომ შენი ფეხის მტვერის ის ვიყო და ასე შემდეგ აი ეს წერილი არსებობს სწორედ და მთლიანად ბეჭრავ მიუხედავად იმის რომ სამარცხვინოა ჩვენთვის ეს წერილი მთლიანად ბეჭრავ ამას მესამე ტომში ეს სწორედ ირანული მასალებია აი ეს არის მიზეზი და სააკაძე ეუბნება რომ მე ესე იგი დედა მოგიკლა შაჰ-აბასმა ორი შვილი ალექსანდრე და ლევანი დაგის საჭურისა ეგენი წმინდანად არიან ესაა შენ ესე იგი ერთი წლის წინ შაჰ-აბასმა დედაშენი აწამა სახალხოდ გააშიშვლა შანთებით იმით არაადამიანური წამება გადაიტანა და მოკლა და შენ ამ შაჰ-აბას ურიგდებიო აი ეს არის განხეთქილების მიზეზი რასაც არ ამბობს ქართული ისტორიოგრაფია და რასაც ჩქმალავს ქართული ისტორიოგრაფია ეს არის მიზეზი რომ აი ამ წერილებს წერს მონობის ყურებში რგოლ გაჩრილი მოვალ და შენი ფიხის თითებს ავრეკავო დიდო შაჰ-აბასო და ამას ასრულებს კიდევაც 1628 წლის 22 მაისს ჩადის ირანში სწორედ ამ ბოდიშის და მოსახდელად და მის ფეხების ასალოკად აი ეს არის რეალობა. თქვენ შემოგივლით ბატონო ვაჟა, ქეთს ვიხრი თქვენი პიროვნების წინაშე. მე ჩემს სოფლელებს, ჩემს მეგობრებს ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან და მოგმართავთ. აი შოთა ვანიშვილს, ჩვენს გამგებელს, გაახაროს ღმერთმა ერთ-ერთ გმირს ჩვენი ეპოქისა. სოსო ვანიშვილს ძალიან წარმატებულ ადამიანს, ჩვენს მნათეს ბატონ ნოდარ ვანიშვილს, ჩვენი საგვარეულოს წინამძღვარს. აჩიკო შავდათუაშვილს, ბატონ ქართლოს პავლიაშვილს, მოვიწვიოთ ეს ადამიანი სოფელ ატენში. ძალიან გთხოვთ, გავაკეთოთ ესეთი ღონისძიება, ფელშიც ავიდეთ, სადაც დაიბადა დიდი სიამოვნებით. მე მოვაწყოთ ესეთი ღონისძიება, იოსებ თბილელობა დავაფუძნოთ. ჯერ 5 მაკაცმა, მე 10 მაკაცმა ავიდეთ ბობნევში მის აშენებულ საოცარ ტაძარში. მან აღადგინა და მოახატვინა ბობნევის ეკლესია. რა ფრესკებია, რა გამოოგნებელი და იქ ჩავატაროთ ღონისძიება, ლექცია, გაკვეთილი, წავიყვანოთ შვილები, გავაკეთოთ დიდი ღონისძიება, მე ავიდეთ თეძამისა და დინარე ტანას წყალგამყოფ ქედზე კლიკიჯვრის ეკლესიაში, რომელიც ატენისიონის თანამედროვეა შეიძლება ითქვას და ესეთი ღონისძიება გავაკეთოთ ისტორია და ცოდნა თუ იდეოლოგია თუ არ ავწიეთ ჩვენ შვილებში ძალიან გაგვიჭირდება ქეთს ვიხრი ბატონო ვაჟა ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანეთ ჩემი საუკეთესო გადაცემაა ესა და ჩემი საუკეთესო სტუმარი ხართ თქვენა ვინც კი ყოლია მშვიდობა ჯანმრთელობა გამრავლება და გადარჩენა ყოველივეს ქართულისა ჩემო მეგობრებო მშვიდობა გქონდეთ გაიქოთ